მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ისევ და ისევ. მიხარია თქვენი ყველას დანახვა. მიხარია რომ ყველა აქ ხართ ამ საოცარ კომპანიაში. აქ შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ერთი ნაბიჯი გადადგით წარმატებისკენ. მე ვარ ნანა გაფრინდაშვილი და ვარ ლივგუდის წარმომადგენელი, კლუბის წევრი. კლუბის წევრი ვამბობ იმიტომ, რომ ლივგუდმა საერთოდ გადაატრიალა მთელი ქსელური ინდუსტრია. მან სრულიად ახალი ინოვაციური პროექტი შემოგთავაზა და ეს კლუბური სისტემა და ქსელური მარკეტინგი გააერთიანა და ესე საუკეთესო თვისებების მქონე მარკეტინგში თუ კი რამ საუკეთესო თვისებები იყო, ყველაფერი გადმოიღო და მოიტანა ჩვენამდე. კომპანია ერთი წელია რაც ბაზარზეა, 13 დეკემბერს მას ერთი წელი შეუსრულდა, უკვე მილიონი ადამიანია ამ კომპანიაში დარეგისტრირებული და შეიძლება უკვე მეტიც. 214 ქვეყანაში არის გავრცელებული. 214 ქვეყანაში ყავს ძალიან წარმატებული ადამიანები, უკვე წარმატებული ადამიანები, რაც რა ვიცი, ქსელურ ინდუსტრიაში წარმოუდგენელია, რომ ერთ წელიწადში აი ამ ხელა წარმატებას მიაღწიოს ვინმე. და აქ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი არის საკმაოდ წარმატებული, ფინანსურად გაძლიერებული და ესე რომ ვთქვათ, მილიონრებიც არიან უკვე, იმიტომ რომ თვიურად მათ რიცხებად $50,000. რაღაც ძალიან წარმოუდგენელია, თუმცა მათი ჩარიცხული ხელფასები ვნახეთ, გვაჩვენეს და ეს არის რეალობა. ამის გაყალბება და ისეჩვენება წარმოუდგენელია. ჩვენთან იყო წარმომადგენელი ლივგუდის ბრილიანტის რანგის მფლობელი ქალბატონი და ბატონი იყო ისრაელიდან და მათ გვაჩვენეს თავიანთი ხელფასები და ისინი ერთ-ერთი ბონუსის სახით, ერთ-ერთ ბონუსს იღებდნენ $10,000 და იმის ზევით კიდე საკმაოდ სხვადასხვა ბონუსებს იღებდნენ და დაახლოებით $20,000-მდე ადიოდა მათი შემოსავალი. აი ამ ყველა ბონუსები ერთად რომ შეგვეკრიბა. ესე რომ აქ ნამდვილად რეალურად ირიცხება თანხები, კომპანია თვითონ საკმაოდ წარმატებულია ბიზნეს ფორუმის საიტზე. პირველ ათეულებში არის სხვადასხვა ნომინაციაში მოხვედრილი. ყველაზე სანდო კომპანიად არის დასახელებული და ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია YouTube-ზე, ბიზნეს ფორუმის საიტზე ნახოს, ასევე კომპანიის დამფუძნებელი ბენგლინსკი და ნაუდარ ხაზანი ყოველ კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს გამოდიან Zoom ჩართვებზე, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს მეილის სახით ვაგზავნით კითხვებს და ყველა კითხვას სცემენ პასუხს. მთელი აი ამ განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში თუ კი რამე ხდება, ყველაფერს გვაცნობენ. ესეთი გამჭვირვალე კომპანია მე არ მინახია ნამდვილად. ყველაფერი არის გამჭვირვალე. კაბინეტში როდესაც შეხვალთ, აბსოლუტურად ჯერ არის ყველა ენაზე შეგიძლიათ ნახოთ, ქართულადაც მიუთითებთ ენას და ქართულადაც ნახავთ, რუსულად, ინგლისურად, ყველა ენაზე თუ კი რამე ენა არსებობს, ყველა ენაზე არის ნათარგმნი. შეგიძლიათ ყველაფერი კაბინეტში არის თქვენ თვალწინ, თქვენი დარეგისტრირებულები, თქვენი რეფერალები, ჩვენს შემდეგ მოსული ხალხი თუ რამდენი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დარეგისტრირდა
ასევე ვის თქვენს ქვეშ მდგომი თქვენი გუნდის ნახვა ყველანაირი სახით შეგიძლიათ ნახოთ განშტოების სახით, შეგიძლიათ ნახოთ ცხრილის სახით. მოკლედ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩვენს კაბინეტში. ასევე არის პროდუქცია, რომელიც არის საუკეთესო, რომელიც მოდის სუფთა ნიადაგზე. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკოლოგიურად სუფთა ნიადაგია, არანაირად შხამქიმიკატები არ არის ამ ნიადაგზე დაყრილი და შესული და აგრეთვე არის ჰაერიც, ყველაფერიც მოკლედ ისეთ ნიადაგზეა მოყვანილი ეს მცენარეები, რითიც ამზადებენ ამ ბიონატურალურ დანამატებს, საკვებზე დანამატებს და ვიტამინებს, რომ აი ეს ყველაფერი არის საუკეთესო. როგორც გითხარით, ამერიკული კომპანია არის, ფლორიდას შტატშია დარეგისტრირებული და არის სრულიად ლეგალური. ყველაფერი დოკუმენტები შეგიძლიათ თქვენ ეს დოკუმენტებიც ესე შეგვიძლია ვნახოთ ყველაფრის დოკუმენტი აბსოლუტურად, იურიდიული დოკუმენტები და მას საწყობი აქვს ამერიკაში, საწყობი აქვს გერმანიაში, სხვათა შორის ყველაზე დიდი საწყობი აქვს გერმანიაში და აქვს კიდე ის რომ ჩვენთვის კლუბის წევრებისთვის ყველაფერი ეს პროდუქცია არის 75%-იანი ფასდაკლებით. და რაც ნიშნავს 75%-იანი ფასდაკლება ინტერნეტის სივრცეში მსგავსი პროდუქცია რაც არის იმ პროდუქციასთან შედარებით, აი ეს ჩვენთვის არის იმ პროდუქციასთან შედარებით არის 75%-იანი ფასდაკლებით. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, ყველას ფასები ნამდვილად არ ვიცი, ქალის და კაცის ვიტამინები არის ესეთი ვიტამინები, რომლებიც ძალიან ვინც მიიღო ძალიან კმაყოფილები არიან ამ ვიტამინებით და ეს ვიტამინი ღირს $10 ჩვენთვის კლუბის წევრებისთვის, როცა სხვაგან ღირს $50, $75 და აი მსგავსი ესეთი ფასები აქვს მსგავს პროდუქციას. ესე რომ ესეც ძალიან დიდი შეღავათია ადამიანებისთვის, ვინც ხშირად იღებს ბიოდანამატებს და ზოგადად ეს ბიოდანამატები მე თუ მკითხავთ, ყველამ უნდა მიიღოს, აუცილებელია, რადგან ძალიან დაბინძურებულია ჰაერი, ძალიან რას ვიწამთ, რას ვსვავთ, მოკლედ კაცმა არ იცის და ამიტომ გვაკლია ძალიან ბევრი ვიტამინი, ძალიან ბევრი საკვებზე დანამატი, მოკლედ აი ესეთი ბადები აუცილებელია, ჩვენი ორგანიზმი თან იფიტება ყველანაირად, არის აგრეთვე ჩვენთან კოლაგენი, CBD-ზეთი, ტვინის მკვლევარი და 1000 რამ ესეთი ბიოდანამატები. ძალიან მალე კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ძალიან მალე შემოვა სხვადასხვა სახის პროდუქტი, როგორიც არის მაგალითად ავეჯი, არის მოგზაურობა, არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ეს რამდენად ჯერჯერობით არ იქნება, მაგრამ მაინც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ავტომობილებიც იქნება ჩვენ საიტზე. ეს არის კომპანია, როგორც არის Amazon-ი. როგორც Amazon-ზე იწერს ხალხი და მიეცვია უკვე Amazon-დან რაღაც ნივთების გამოწერას, ანალოგიურად ნელ-ნელა გადმოერთვება ხალხი ლივგუდზე და ლივგუდის სახელით იყიდის პროდუქტს, რადგან ლივგუდში არის დაბალი ფასები და რადგან ლივგუდი ძალიან მალე გავრცელდება მთელ მსოფლიოში და როგორც Amazon-ი იცის ყველამ, ესე ეწოდინებათ ლივგუდი. და ის ზუსტად ამისთვის ჭირდება ლივგუდს აი ამდენი ადამიანი, რომ აი ეს მისი სახელი
ყველამ გაიგოს და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იყოს ცნობილი ლივგუდი. და აი ამისთვის ლივგუდის PR-ისთვის გვიხდის კომპანია ჩვენ ბონუსებს, 6 სახის ბონუსი. თან პლუს ლივგუდისთვის ჩვენ ვართ პოტენციური მომხმარებლები. წარმოიდგინეთ ჩვენს კაბინეტში შევდივართ და გვაქვს ძალიან მაგარი ხარისხის ბოტასი, ძალიან მაგარი ხარისხის ავეჯი და ჩვენთვის არის 75%-იანი ფასაკლებით. რატომ წავალთ სხვაგან, რატომ ვიყიდით სხვაგან, როდესაც აი აქ ჩვენივე კაბინეტში შეგვიძლია გამოვიწეროთ და მოგვივა სახლში. საკმაოდ დიდი მომავალი, დიდი გეგმები აქვს კომპანიას და ჩვენ კომპანიასთან ერთად ვითარდებით, კომპანიასთან ერთად ვსწავლობთ ყველაფერს და აი ესე ბენ გლინსკი, აი ნამდვილად საოცარი ადამიანია, ისეთი მხიარული, თბილი, ეს ნაუდარ ხაზანიც ძალიან ისეთი თავისუფალი ამერიკელი ტიპები არიან, რომ ვთქვა ესე რომ ვთქვათ. და მათ მოსმენას ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა მათი მოსმენა. ხუმრობენ, ყველაფერს გვეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას გვაწვდიან. და ასევე ცოლქმარი პროფესორი ცოლქმარი ლიზი და რაიან გუტკინები, რომლებმაც შექმნეს აი ეს პროდუქცია. ისინიც ყოველ პარასკევს გვერდთვევიან Zoom ჩართვებში, მასთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა მიდის, მეილზე შეგვიძლიათ მიწეროთ შეკითხვა და ისინი აუცილებლად Zoom ჩართვებზე უპასუხებენ აი ამ შეკითხვას. და შეიძლება კი არა მეილთაც გამოგიგზავნიან პასუხს. და ისინი ყოველ აი ამ პარასკევს გვეუბნებიან ახალ სიახლეებს, გვიხსნიან ასევე როგორ უნდა მივიღოთ ეს თუ ის პროდუქტი, როგორ უნდა რასთან შეგვიძლია დავლიოთ, რამდენიმე პროდუქცია ერთად შეგვიძლია მივიღოთ. ასევე სიახლე იყო 6 სახის პროდუქტი, იყო $95 და უფასო მიტანა ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ქვეყნის ნებისმიერ მონაკვეთში. სხვა შორის ჩვენმა პარტნიორებმა არ გამოტოვეს ეს შანსი და გამოიწერეს ნამდვილად საუკეთესო რამ იქნება, 6-ვე პროდუქტი არის საუკეთესო. ეხლა რა ბონუსები აქვს ჩვენ კომპანიას? ეს არის 6 სახის ბონუსი. მე 3 სახის ბონუსზე გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა იმ დანარჩენ 3-საც გაყვრით მოგახსენებთ და პირველი სახის ბონუსი ეს არის სწრაფი ბონუსი. და რაში მდგომარეობს ეს სწრაფი ბონუსი? როდესაც მოვდივართ ჩვენ კომპანიაში, ვიხდით $40, $40 არის რეგისტრაციის თანხა და $10 არის საწევროს თანხა. როგორც მოგახსენეთ, ეს არის კლუბური სისტემა და კლუბური სისტემას ყოველთვის ახლავს თან რომ უნდა გადაიხადოთ კლუბის საწევრო. შეგიძლიათ გადაიხადოთ თვეში $10 მხოლოდ და მხოლოდ ყოველთვიურად, ან შეგიძლიათ წლიურად გადაიხადოთ მთელი წლის საწევრო და ეს არის $100. აი აქაც შეღავაც გვიკეთებს კომპანია და $20 გჩუქნის გადასახადისგან განთავისუფლებს 2 თვის გადასახადისგან. და აი ეს $10 ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, როგორც გითხარით, რომ ეს $10 საერთოდ ატარიალებს აი ამ თანხებს. $10 რომ არის, ზუსტად იმიტომ არის ესეთი დაბალი ფასდაკლება, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პროდუქციას ყიდულობთ პირველი ხელიდან და პლუს ვიხდით აი ამ $10 საწევროს.
და ასევე $10 აკეთებს იმას, რომ ჩვენ $10-დან გვერიცხება ხელფასები. ერთ-ერთი სახის ბონუსი, რომელსაც მოგახსენებთ აუცილებლად. ეხლა გავამახვილებ პირველი სახის ბონუსზე ყურადღებას, თქვენ ყურადღებას მივქცევთ და ეს არის სწრაფი ბონუსი. სწრაფი ბონუსი ქვია, იმიტომ რომ როგორც ერთჯერადად იხდით თქვენ აი ამ $50, ისევე ერთჯერადად გერიცხებათ აი ამ $50-დან 50% ადამიანის მოწვევის შემთხვევაში. ესე იგი, მოდიხართ და მოიწვევთ ადამიანს. აი ესე მოიწვიეთ ერთი ადამიანი, მოიწვიეთ ორი ადამიანი და თქვენ გადაიხადეთ $50, ხო? აი ამ ადამიანმაც გადაიხადა $50 და აი ამ ადამიანიდან თქვენ დაგერიცხათ $25. ანალოგიურად მეორე ადამიანს მოიწვიეთ, მეორე ადამიანისგანაც დაგერიცხათ $25. თუ მოიწევთ მესამე ადამიანს და ეს ორი ადამიანი გაჩერებულია, ეს მესამე ადამიანი აი ამ ადამიანის ქვევით ჩაჯდება. და იმასაც გეტყვით, ეს ადამიანი აი ამისგან რა სარგებლობას ნახავს. ამას არ დაერიცხება $25 ამ ადამიანისგან, ისევ თქვენ დაგერიცხებათ $25. იმიტომ რომ ეს თქვენი პირადი მოწვეულია. თუ კიდევ მოიწევთ ადამიანს, ვთქვათ, ხართ ძალიან ენერგიული, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს და ძალიან იოლად წამოყვათ ხალხი და აი ესე სწრაფად შეავსეთ ეს თქვენს ქვევით მდებარე გუნდი, ცარიელი უჯრები, მოიწვიეთ კიდევ ადამიანი. ეხლა რობოტმა, ხო, რობოტი სვავს ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ ამ ხალხს და რობოტმა ეს ჩასვა აი აქ მეორე ადამიანის ქვევით. და ამ ადამიანიდანაც თქვენ დაგერიცხათ $25. აქიდანაც $25. და კიდევ მოიწვიეთ ადამიანი, კიდევ ეს ადამიანი აი ამ პირველ ადამიანს ჩაუჯდა უკვე მეორე მხარეს და აქიდანაც რა თქმა უნდა $25 დაგერიცხათ თქვენ. და თუ კიდე მოიწვიეთ, აი აქიდანაც დაგერიცხებათ თქვენ $25. აი ესენი თუ თქვენ იწვევთ ხალხს და თქვენ მოყავთ მარტო ხალხი და აი ესენი ჯერჯერობით გაჩერებულები არიან, ეს თქვენი მოწვეული ადამიანები აი ამ თქვენ მოწვეულ ადამიანებს ჩამოუვათ ქვემოთ. და მათაც ევსებათ თავისი აი ეს გრაფა და თქვენს გევსებათ აი ეს საფეხურები. საფეხურები უნდა შეიგზოს, რომ შემდეგი ბონუსი ავიღოთ. და მივალთ ამ ბონუსამდე. და ეხლა ნახეთ, აი ამ ადამიანებმაც დაიწყეს ადამიანების მოწვევა და როდესაც აი ეს ადამიანი მოიწვევს ადამიანს, ის ჩაჯდება აი აქ. თქვენი მოწვეული ადამიანის ქვევით. აი აქ ჩაჯდება. და აი ამისგან უკვე ეს აიღებს $25. და აი ამისგან თქვენ დაგერიცხებათ $5. და თუ კიდევ მოიწევს ეს ადამიანს, ჩაჯდება აი ეს ადამიანი ჩაჯდება მეორე ადამიანის ქვევით. და ანალოგიურად ამას დაერიცხება $25, თქვენ დაგერიცხებათ ისევ $5. და აი ესე გრძელდება, აი ეს გუნდი აი ესე შეიკრება. ეს არის სწრაფი ბონუსი, რომელიც მეორე კვირასვე გერიცხებათ. და ეხლა გადავალ და წარმოიდგინეთ ყოველ კვირას თქვათ ორ ადამიანს თუ დაარეგისტრირებთ, თქვენ ყოველ მეორე კვირას დაგერიცხებათ $25, $50, და ამით საკმაოდ დიდ თანხაზე ადიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენც და სულ ყველაც ჯერჯერობით აი ეს თანხები არის სწრაფად და ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. ეხლა არის გლობალური მეორე სახის ბონუსი, ეს არის გლობალური ბონუსი და გლობალური ბონუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვემოთ არის შრეები, ისინი საფეხურები, ლეველები და ეს ლეველები უნდა შევავსოთ. პირველ ლეველზე არის 2 ადამიანი. მეორე ლეველზე არის 4 ადამიანი, შემდეგ არის 8 ადამიანი, აი ესე.
შემდეგ არის 16 ადამიანი, ანუ ყველა ადამიანს ყავს ორ-ორი ადამიანი ქვემოთ. ყველა ადამიანს. 16 შემდეგ არის 32, 64 და ასე შემდეგ, ესე გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით, ეს ჩვენი ლეველები ესე იზრდება. თუმცა ამ ჩვენ საფეხურებს და ამ ჩვენ ლეველებს, ამ ცარიელ უჯრებს, როგორც გითხარით, რობოტის როლს ზემოდან ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ, ჩვენ არ ვავსებთ მარტო. ანუ ეს ვართ ჩვენ, მე ვარ თქვათ ეს და ეს ჩემი გუნდი. ანუ შევავსე მე რაღაცა ნაწილი, თუმცა ჩემს ზევითაც სპონსორი არის ოლიკო, ოლიკომაც დაარეგისტრირა ვინმე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი და ოლიკოს დარეგისტრირებული ადამიანები ჩამოვიდნენ ჩემი დარეგისტრირებული ადამიანების ქვევით. ასევე ოლიკოს ზევით არის კიდე ერთი სპონსორი. მისი დარეგისტრირებული ადამიანიც მისგან დარეგისტრირებული ადამიანიც შეიძლება მოხვდეს ჩვენს ქვემოთ. მაგრამ ნახეთ, ჩვენ იმდენად სწრაფად ვარეგისტრირებთ ადამიანებს, რომ ამ ადამიანის დარეგისტრირებული ადამიანი ვერ აღწევს ჩვენამდე ჩამოსვლას, იმიტომ რომ მას თვითონვე სხვადასხვა ფეხში ყავს სხვადასხვა ფეხში ყავს ადამიანები, რომლებსაც აკლიათ ბევრი ცარიელი უჯრა აქვს. ამიტომ რობოტი ჯერ ზედა ფენას ნახულობს, ზედა ცარიელ უჯრებს და ამიტომ ზევით არეგისტრირებს ხალხს. ჩვენც რომ პასიურად ვიყოთ, ამისგან ჩვენი ზედა სპონსორისგან დავინახავდით ჩამოსულ ხალხს, მაგრამ იმდენად აქტიურად მუშაობთ ჩვენი ოლიკოს გუნდის წევრები, ვინც ვართ, იმდენად აქტიურად მუშაობთ, რომ ოლიკოს ზედა სპონსორისგან თითქმის ჩვენთან არავინ არ ჩამოსულა. იმიტომ რომ სწრაფად მუშაობთ. ამასაც თავისი რაღაცნაირი დამოღამება უნდა და მიხვედრა რა. თუ სწრაფად მუშაობ, შენ თვითონ სწრაფად ქმნი შენ გუნდს და უფრო სწრაფად მიდიხარ წარმატებისკენ და თუ ხარ პასიური, ანუ უნდა ელოდო შენი ზედა სპონსორები თუ ვინმეს დაარეგისტრირებენ და თქვენთან ჩამოვა. თუმცა ჩვენ გუნდში ყავს ესეთი ადამიანი, რომელმაც დაარეგისტრირა მხოლოდ ერთი ადამიანი, ის ადამიანიც ესე თუ ისე პასიურად ითვლება, იმიტომ რომ დაარეგისტრირა ორი ადამიანი და ის ორი ადამიანი გაჩერდა, მერე ერთმა დაარეგისტრირა ერთი ადამიანი და ძალიან ისეთი ცალი ფეხი აქვს ესეთი შენელებული, თუმცა ერთ-ერთ მასი ფეხში, ანუ ორი ადამიანი ხოლმე ჩაუჯდეს. ერთ-ერთი ადამიანი ჩაუჯდა აქტიური და იმ აქტიურმა ადამიანმა მას მთელი გუნდი შეუქმნა და ეს ადამიანი დაახლოებით მესამე თვეა უკვე კომპანიაშია და $10 უკვე ხელფასის სახით იღებს. მას ახლა მეტი დანამატი არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის $25 აიღო ერთი ადამიანის დარეგისტრირებით და დანარჩენი უბრალოდ იხდის საწევროს $10 და ზუსტად ახლა იმ საწევროსაც აღარ გადაიხდის თავისი ჯიბიდან, აქ დარეგისტრირებული ადამიანების, მის ქვევით დარეგისტრირებული ადამიანებიდან ამოსული ხელფასით იხდის ამ თავის საწევროს და ეს ხელფასი არის ყოველთვიური, თვეში ერთხელ გვერიცხება, საწევროსაც თვეში ერთხელ ვიხდით და ეს ხელფასი არის მზარდია, იმიტომ რომ ეს ჩვენი ლეველები ივსება და იზრდება. ამიტომ ნახეთ, ადამიანი, რომელიც არის პასიური, მასაც აქვს ხელფასის სახით, როდესაც შეავსება თავისი ეს ლეველებს შეავსებს, მას ევსება 12 ლეველი და ის ადის $2057 ხელფასზე. და ეს ოღონდ არავინ არ იცის, როდისავა ეს ადამიანი $2057 ხელფასზე, როგორც მოგახსენეთ ახლა, ესეთი ერთ-ერთი პასიური ადამიანი ასულია $10-ზე, მესამე თვე $10-ზე ასული, მესამე თვის ბოლოსკენ მან $10 აიღებს, თუმცა არიან პასიური ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ $1, $2 დაერიცხათ ჯერჯერობით. მაგრამ
აი ეს $10 შეიძლება მეორე თვეს იყოს $20 ან $30, შემდეგ უფრო მეტი და რაღაცა პერიოდის შემდეგ მას შევსება ეს თავისი ლეველები და ავა $2047 ან ხელფასზე და ეს $2047 მას ექნება ყოველთვიურად. ხოლო აქტიური ადამიანები თავისი სტატუსების მიხედვით არის სტატუსები, ეს სტატუსები არის ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. ბრინჯაოც ზოგადად ყველა სტატუსი არის ადამიანების მოწვევაზე. მოიწვევ 2 ადამიანს და გახდები ბრინჯაო, მოიწვევ 3 ადამიანს და გახდები 3 ადამიანს, რომელიც მოიწვევს 2 ადამიანს, ანუ ბრინჯაო გახდება ეს 3 ადამიანი და გუნდში იქნება 20 ადამიანი, უკვე ვერცხლი ხარ. შემდეგ ეს 3 ადამიანი გახდება ვერცხლი და შენ ოქრო გახდები, შემდეგ ეს 3 ადამიანი გახდება ოქრო და შენ პლატინა გახდები, ეს 3 ადამიანი გახდება პლატინა და შენ გახდები ბრილიანტი. აი ესე ნელ-ნელა ოღონდ ჯგუფში უფრო მეტი და მეტი ადამიანები გჭირდება აი ამ სტატუსების მისაღებად. და ეს სტატუსები გვეხმარება როგორც შრეების გახსნაში, ასევე ხელფასებიც აი ამ სტატუსების მიხედვით არის მზარდი და მზარდი. შრეები არის სწრაფი ბონუსისთვის არის ეს შრეები 10 შრე, 10-ვე შრე ეხსნება ბრილიანტს, იმას ბრინჯაოს ეხსნება 2 შრე, შემდეგ ვერცხლს 4, ოქროს ეხსნება 6, პლატინას ეხსნება 8 და ბრილიანტს ეხსნება 10-ვე შრე და ეს შრეების გახსნა საჭიროა აი ეს სწრაფი ბონუსების დარიცხვის შემთხვევაში შრეებიდან ამოსული თანხა. აი წეგან როგორც გითხარით, ესე იგი პირველი შრიდან ამოდის 50%, მეორე შრიდან ამოდის 10%, ანუ $25, $5, შემდეგ მესამე შრიდან ამოდის კიდევ 5%, მერე კიდევ 5%, 3%, 2, 1 და 1%. აი ესეთი პროცენტული შემადგენლობით ამოდის შრეებიდან აი ეს სწრაფი ბონუსების დარიცხული ბონუსებიდან ამოდის თითოეულ ადამიანს აი ესეთი საკმაოდ სოლიდური თანხები. და როგორც გითხარით, პასიურ ადამიანს, რა თქმა უნდა, მას არავინ არ აკავს მოყვანილი და მისთვის შრეები არ გაიხსნება, ის მხოლოდ და მხოლოდ ადის აი ამ 12 ლეველის შემთხვევაში, შევსების შემთხვევაში ადის $2047-ზე, შემდეგ ბრინჯაო და ვერცხლის ეხსნება კიდე ერთი შრე, ანუ მე-13 შრე და ადიან $4000 ხელფასზე, ოქრო და პლატინას ეხსნება მე-14 ლეველი, მე-14 დონე და ადის $8000 ხელფასზე და ბრილიანტს ეხსნება 15 ლეველი. ძირითადად არის 15 ლეველი და 15 ლეველის შევსების შემთხვევაში ბრილიანტი ადის $16000 ხელფასზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახის ხელფასი, ერთი სახის ბონუსი, რაც მოგახსენეთ და დანარჩენი აი ეს სწრაფი ბონუსები და დანარჩენი შემდეგში მოგახსენებთ. აი ეს 15 ლეველი ბრილიანტის შემთხვევაში 15 ლეველი არის ზღვარი აქვს, რა თქმა უნდა, აი ამ ადამიანების შევსებას და ამის შემდეგ რომ ბრილიანტი კიდე დაარეგისტრირებს ადამიანს, ის ჩავარდება უკვე სხვა ადამიანების ქვემოთ, რომლებიც ბრილიანტს მხოლოდ და მხოლოდ $25 მოუტანს, ხოლო აი ამ 25 ცენტს, რომელიც ამოდის აი ამ ჩვენი შევსებული ლეველებიდან, ზუსტად აი ეს 25 ცენტი აკეთებს აი ამ ხელფასებს და ეს 25 ცენტი იმ $10-დან გამომდინარე გვერიცხება ჩვენ ხელფასები და ყველა აი ამ ადამიანებიდან, რომლებიც შეივსება ესე ჩვენი საფეხურები და ჩვენი ლეველები, აი 10-დან 25 ცენტი ამოგვდის ჩვენ, ანუ
ამოდის ამ ადამიანსაც, ამოდის ამათ, ყველა ადამიანს ამოდის მის ფლევით თუ კი ვინმე იქნება. და კიდე ყველაზე კარგი ის არის, რომ როდესაც შენი დარეგისტრირებული ადამიანი გახდება შენზე წარმატებული, მაგალითად შენ ორი ადამიანი მოიწვიე და მეტი აღარ მოიწვიე და გაჩერდი, ნუ არ გინდა მეტი ხელფასი, ხოლო შენმა ერთ-ერთმა მოწვეულმა ადამიანმა რომელიც ძალიან მაგრამ მუშაობს და ავიდა ბრილიანტის სტატუსზე, ის არანაირად არ მოგწყდება, ისევ შენი პირადი მოწვეული ადამიანია და მესამე ბონუსზე გადავდივარ ახლა და იმიტომ ვამბობ აი ამას, ეს მესამე ბონუსი არის ხელფასიდან ხელფასი და აი ბრილიანტის სტატუსის მფლობელი ადამიანი, როგორც გითხარით, $16,000 ხელფასი იღებს და იმ $16,000 ხელფასით როგორც კი შეავსებს და დაერიცხება მას $16,000 ხელფასი, თქვენ დაგერიცხებათ აი ამ $16,000 ხელფასის ნახევარი, ანუ $8,000. იმიტომ რომ ის თქვენ მოიწვიეთ და მან შეავსო მთელი თავისი აი ეს ლეველები. თქვენ ხელფასთან ერთად, თუმცა მას არაფერი არ აკლდება ამით. ანუ თქვენ აი აქ იხსნება მხოლოდ და მხოლოდ 5 შრე, ბრილიანტს ეხსნება მარტო 1 შრე, პირადი მოწვეული ადამიანებიდან ადის მას ადის მას 50 ხელფასის 50%, ვერცხლს ეხსნება 2 შრე, 50 და 10% ადის მეორე შრიდან, ოქროს 3 შრე, პლატინას 4 და ბრილიანტს 5 შრე და ესე ნაწილდება პროცენტები 50% ადის, 10%, 5%, 5% და 3% ადის. ანუ ბრილიანტის სტატუსზე ასვლა საკმაოდ კარგი რამ არის, იმიტომ რომ უამრავი თანხები ამოდის სხვადასხვა შრიდან და საკმაოდ დიდ თანხასაც იღებენ აი ეს ბრილიანტის რანგის მფლობელი ადამიანები. აი ეს სამი ბონუსი, რომელზეც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, და რა თქმა უნდა, აქ კომპანია ჩვენ არ გვავალებს არანაირი პროდუქციის არც ყიდვას, არც გაყიდვას, იმიტომ რომ მოგახსენეთ, რომ ეს პროდუქცია არის გამოწერით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს livegood.com-ის საიტზე და გამოიწეროს. თუმცა ჩვენ გვაქვს ლინკები, რეფერალური ლინკები, რომლის გავრცელებაც შეგვიძლია სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეში და აი ამ ლინკით თუ ვინმე დაინტერესდება შევანახავს და მოეწონება პროდუქცია, წაიკითხავს, იქ არის მთელი ანოტაცია, ვიდეოები, შეფასებები და მოკლედ ყველაფერი, როგორც Amazon-ზე იწერს პროდუქტს, ესევე გამოიწერს ადამიანი და როგორც კი გამოიწერს თქვენი რეფერალური ლინკიდან, აი ეს მეოთხე ბონუსი არის ზუსტად აი ამ პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით. გამოიწერა ვიღაც უცნობმა ადამიანმა, სრულად უცნობმა, შეიძლება ვიღაც ამერიკაში მოხვდა ეს თქვენი ლინკი და ვიღაც ამერიკელმა ნახა და ნუ იცის Livegood-ი რაც არის და როგორი კომპანიაა, გამოიწერა ეს პროდუქცია და თქვენ დაგერიცხებათ განსხვავებული თანხის 50% და განსხვავებული თანხა ძალიან დიდი არ არის, თუმცა $5-დან $20-მდეა კლუბის წევრებისთვის და ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ეს ჩვენი პროდუქცია უკვე მოხვდა სხვადასხვა ძალიან დიდ მაღაზიებში, რადგან ვიღაც ჭკვიანმა იყიდა ესე იაფად ეს პროდუქცია და შეიტანა მაღაზიაში და იქ იყიდება სამაგ ფასში. ასევე Amazon-ზეც გამოჩენილა უკვე ეს პროდუქცია, ნუ ვიღაცას შეუძლია შევიდეს Amazon-ზე და იყიდოს სამაგ და 4 მაგ ფასში. შემდეგ არის მეხუთე ბონუსი ის, რომ თუ
ძალიან ბევრ პროდუქციას გაყიდი, უფრო მეტი პროცენტი განსხვავებული თანხის მეტი პროცენტი დაგერიცხებათ. და შემდეგ არის ბრილიანტისთვის მეექვსე ბონუსი ბრილიანტისთვის კომპანია ბრილიანტებს ყველა ბრილიანტს აბსოლუტურად უნაწილებს თავისი მოგების 2%-ს. და წეგან მოგახსენეთ, რომ ჩვენთან იყო ჩამოსული ბრილიანტის რანგის მფლობელი ადამიანი, საქართველოში იყო ჩამოსული და თავისი ხელფასები გვაჩვენა, თავისი შედეგები გაგვაცნო და მან თქვა, რომ მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ბრილიანტი იყო და რამდენიმე თვის განმავლობაში ესიც არის ყოველთვიურად, როდესაც ბრილიანტი ხდებით, რამდენიმე თვის განმავლობაში მან $6,000 აიღო აი ამ 2%-ის წილიდან. შემდეგ ბრილიანტებმა მოიმატესო და რა თქმა უნდა, აი ამ თანხამ დაიკლო და აიღო $3,000, მერე აიღო $2,000, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიურად მუშაობს ხალხი, გერმანიაში ძალიან აქტიური მომხმარებლები არიან და წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ბევრი ბრილიანტის რანგის მფლობელები არიან და საკმაოდ დიდ თანხებს იღებენ. ასევე ძალიან კარგად მუშაობს ყაზახისტანი, უკრაინა, რუსეთი, ჩინეთშიც არის უკვე გასული და კორეა მუშაობს საოცრად მაგრად კორეაში ძალიან ბევრი ადამიანები არიან. და ერთ-ერთი სხვათა შორის ეხლა გათამაშება იყო $10,000 და $50,000 გაათამაშეს ერთი წლის რომ გახდა კომპანია ამასთან დაკავშირებით და აი ვინც დაარეგისტრირა ახალი დარეგისტრირებულ ადამიანებზე იყო ეს გათამაშება მოიგო ორმა ადამიანმა და ერთ-ერთი იყო ყაზახისტანიდან და ერთი იყო ფილიპინებიდან. ესე რომ ყველა ქვეყანაში საკმაოდ კარგად მუშაობს უკვე ეს კომპანია და კარგ თანხებზე არიან ასული და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც ძალიან მალე ავალთ ძალიან კარგ ხელფასზე. საქართველოში სადღაც მე-6 თვე რაც შემოსულია, ყავს ერთი ოქრო მხოლოდ ერთი ქალბატონია ჩვენთან ოქროს რანგის მფლობელი, თუმცა ძალიან მალე გახდებიან უკვე უახლოვდებიან ოქროს, ესე რომ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება თან ყველასთვის, რადგან ამ კომპანიაში 90-95% აღწევს წარმატებას. განსხვავებით იმისა, რომ სხვა ქსელურ კომპანიაში მხოლოდ 15-20% თუ აღწევს ესე თუ ისე წარმატებას და მას უნდებიან დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში. აი ესე რომ ძალიან მაგარ კომპანიაში ვართ მეგობრებო და არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ეს შანსი, უნდა გამოვიყენოთ ძალიან კარგად, დროზე დავიკავოთ ჩვენი ადგილები, როდესაც გაიგებთ ამ კომპანიის შესახებ, სწრაფად იმოქმედეთ, სწრაფად გამოიძიეთ ყველაფერი, მოიძიეთ მასალები, ჩაუღრმავდით, მე არ გეუბნებით, რომ ჩემს სიტყვას ენდეთ, მე თვითონ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვისმინე, ძალიან ბევრი ინფორმაციას უყურე, დღემდე უყურებ ყველა ინფორმაციას, ბიზნეს ფორუმის საიტზე შევედი და ვნახე, მოკლედ აი ყველაფერი თუ კი რამ შეიძლებოდა მომეძიები ამ კომპანიის შესახებ, ყველაფერი მოვიძიე და ისე გადავწყვიტე მე აი აქ დარეგისტრირება და ამიტომ თქვენც ამას გირჩევთ, ოღონდ ეს მოახდინეთ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ აქ ადგილების დაკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილები უნდა დაიკავოთ, რომ
თქვენ რომ იფიქრებთ, სანამ ფიქრობთ, შეიძლება მოვიდეს ვინმე და სწრაფად დაიკავოს ადგილი და ის იქნება თქვენი ადგილი და რომ ის ადამიანი რომ უნდა მოხვედრილიყო თქვენს ქვევით, თქვენ მოხვდებით ახლა იმ ადამიანის ქვემოთ და თქვენგან მიიღეს სარგებას, თუმცა ყველა ერთად ვმუშაობთ გუნდურად და ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ ყველგან აი ესე ერთნაირად ადის და ერთნაირად ყველა წარმატებულები ხდებით. ესე რომ სწრაფად ვიმოქმედოთ აქტიურად და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ჩემი მოსმენისთვის და ეხლა მოვისმენ თქვენ გამოხმაურებებს, თქვენ აზრს. გისმენთ? გამარჯობათ. ნანა. კითხვა მაქვს და ერთი. აუცილებლად გისმენთ. დავრეგისტრირდი ახლა მე მაგალითად და თქვენ ხო მითხარით როგორც მოვისმინე საუბრებიდან იმ კვირაში უნდა მოვიწვიე ორი ადამიანი, ხო? მარჯვენა მარცხენა მხრიდან რომ ყავდეს, რომ ძლიერები იყო უფრო. მაგალითად იმ კვირაში ვერ მოვიყვანი, ან ორი კვირის მერე მოვიყვანი, ან მაგალითად რამდენიმე ხნის მერე. ის სტატუსი მაშინ მომენიჭება, ხო? თუ უბრალოდ ის ვიქნები, რა ქვია, არა აქტიური. თუ ვიქნები მე რეაქტიული. კი ბატონო, ნახეთ, გეტყვით ეხლავე აკითხეთ. ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ეხლა რაც უფრო სწრაფად მოიწევთ ადამიანს, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესია თქვენთვისაც და მათთვისაც. მაგრამ სანამ თქვენ ორ ადამიანს არ მოიწევთ, მანამდე თქვენ უსტატუსოდ იქნებით. ოღონდ იქნებით. მე ხო გავხდები, თავარი ეს არის. ეს იმიტომ დავსვიეს, ხო? ეს იმიტომ დავსვიეს საკითხი, რომ მე საუბრობ ამ ლევიგუძე უკვე რომ მე უნდა დავრეგისტრირდე და ასეთის კარგი რაღაცა და ესეთი რაღაცა და ჯერ შენ, აი რას იზავ და მე მოვარ შენთან, აი მაგას მე მიყურები ჯერ, აი მოდი შენ ჯერ დარეგისტრირ. ხო, აი იმდენად ისინი არიან უკვე გური აქვთ აცრუებული და იმედგაცრუებულები არიან ამდენ რაღაცეებიდან, რომ აი არ ენდობიან ამ ახალ იმას კიდევ. მით უმეტეს ჯერ არავინ არ იცის რა არის ეს ლივიგუდი, რა არის. აი ჯერ კიდე არავინ არ იცის. მოგესალმები. სალამიოლი. მე ახლა გამოვახსენებ ყურადღებას რაზე. ის ადამიანები, ვინც გეუბნებიან, მაკა ჯერ შენ დარეგისტრირდი, 100%-ით მართლები არიან. იმიტომ ადამიანს როდესაც თავაზობს სამსახურს და შენ არ ხარ იქ. მე არა ვარ ჯერ, ხო. ეს არის არასწორი, ჩემო კარგო, შენ კარგად მოცნობ და იცი რომ მე ასეც ვიტყვი, ასე რომ ვთქვათ, ვიტყვის სიმართლეს და უცხო არ ახარ ჩემთვის, კიდაც უცხო იყო, მე ყველას ერთნაირად ვიხსნი რა ხდება და როგორ ხდება. ძალიან არასწორი ფორმაა, აი მართლა პირდაპირ თქვი და გამიმეორებ, როდესაც არ ხარ რეგისტრირებული, სხვას შესთავაზო. კი ბატონო, შეიძლება და კი არა ვთავაზობ, კი არა ვთავაზობ. მაკა დავამთავრე და მე ვთქვი, კარგი? ხო, შენ უკვე რეკომენდაციას უწევ და ისინი გეუბნებიან. გეუბნებიან ჯერ შენ დარეგისტრირდი. კითხვა ისმის ლოგიკური, თუ კარგია შენ რატო არ ხარ დარეგისტრირებული? მიხდი? და ის ადამიანები არ გაგიკვირდეს. იქიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ შენი თქმის არაკასეთობაც აქვს დაკარგული და მეორე ის რომ შენ არ ახარ რეგისტრირებული და სთავაზობ. პროდუქციაც ესეა, შენ არ იყიდე ადამიანი და სხვა სთავაზობ. ეს არასწორი ფორმაა, ყოველთვის იცოდეთ. მეც რო ვიყო, პირადად მე, რა თქმა უნდა, მაგას ვეთქვი და არ დაირეგისტრირებოდი, თუ ის ადამიანი ჯერ არ არის დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, რეგისტრაცია ყველა ვარიანტში გჭირდება ასე თუ ისე, ვერავის დაარეგისტრირებ, მაგრამ აი ამაზე გავამახვილე ყურადღება. ნაკლები შანსია, რომ ადამიანები წამოყვნენ. შეიძლება ისე შემოვიდნენ და კრიტიკული პრეზენტაციებზე ყველაფერი, მაგრამ თუ თლათ უცხოა, მით უმეტეს მაშინვე დაეკარგება მდობა და ჩათვალე, რომ დაკარგული ყავს ეგრე ადამიანები, იშვიათი თუ გამოყვება. ამიტომ
მე გირჩევდი ვიცი რომ დარეგისტრირდები და რეგისტრაციის შემდეგ უკვე დაიწყე რეკომენდაციის გაწერა, მაგრამ მიხდი ასევე ყველას ვეუბნები, არა მარტო შენ. მე და სწორი ფორმა ეს არის იცოდე. არა, ხო, მესმის რასაც ამბობ ჰოლი, მაგრამ მე იცი რაზე გავე იმას ვქენი კითხვა, აი 2-3 კვირის მერე რომ მოვიყვანო, მაშინ თუ ვიქნები უკვე აქტიური თქო, მაგას ვამბობ. როგორც მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ იმ კვირაში უნდა მოიყვანო და აქტივიო, ამაზე გავამახვილე ყურადღება მე. კი, მე მესმის თქვენ რაც თქვით, მაკა ნახეთ, როცა გინდათ მაშინ მოიწვევთ ადამიანებს და მაშინ გახდებით აქტიური. მე ისიც მივხვდი თქვენ რაც თქვით, ნახეთ, ჯერ თქვენ გახდით წარმატებული და მე მითხარიო, ანუ ესიც არის. თუმცა თუ როდესაც დავრეგისტრირდები და მე შევთავაზებ მას სხვა, ჯერ შენ გახდი წარმატებული. შენ თუ მე გვერდზე არ დამიდექი, წარმატებული ვერ გავხდები, იმიტომ რომ აქ არის გუნდური მუშაობა. თუმცა მაინც გავხდები წარმატებული, იმიტომ რომ მაგ ისედაც შემოდის ძალიან ბევრი ხალხი და ესე ჩამონაცმე ადამიანებიდან გავხდები წარმატებული. მაგრამ საჭიროა ეს მოწვევა, რომ სწრაფად წავიდეთ წინ. ხო. აი ესა შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება? კი ბატონო, აუცილებლად. ხო, გესალმებით ისევ. გაწევრიანება მინდა. მე გადავწყვიტე რომ გავწევრიანდე, რატო გადავწყვიტე ეხლა რომ მოგისმინეთ, კარგ საქმეს ემსახურება. არ ვიცი ეხლა მე რამდენად შევძლებ იმას რომ კი ავხსნი ადამიანს, მაგრამ რამდენად ძირფესვიანად შევძლებ მაინც ახსნას, არ ვიცი, მაგრამ ის მაინც შევძლებ იმის ახსნას, რომ აი, კარგ საქმეს ემსახურება, თითქოს ეხლა როგორც გავიგე, დახმარებასავით გამოდის, ხო, ეგრე არის. ანუ ის 1000 ევრო თუ როგორ არის გადასახდელი, ის ხო დოლარი ის მე რაღაც სხვა ადამიანებთან ნაწილდება და რახან ბევრი არის ადამიანების რაოდენობა. ანუ ჩემთვის ცოტა ვიღაცისთვის კარგი იქნება, ანუ კარგი საქმე კეთდება. ესე მივხვდი ეხლა, ესე მივხვდი. ხო და დანარჩენი ეხლა რაღაცას ვერ ხვდები, მაგრამ ეს რაც მივხვდი რომ ჩემთვის მინიმუმი ვიღაცისთვის მაქსიმულად გადაიქცევა, ხო? და რაღაცა გაიხარებს ის ადამიანი, რაღაცა შეიძენს, ალბათ თვითონ რაც აინტერესებს და ესა. ანუ კარგ საქმედ ჩავთვალე. ჩემო კარგო, სიკეთის კომპანიას ვეძახით ჩვენ აი ამ კომპანიას ნამდვილად. და კიდევ ერთი რამ ოლიკო რა უნდა კითხა, იმ დღეს კლიპი ვნახე თქვენი გაკეთებული და არ ვიცი საიდან, მაგრამ ეკა არის იმ კლიპში. საიდან მოხდა არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, კაცო, ნამდვილად ეკა არ არის ჩვენს იმაში და საიდან გაუგზავნე კიდევაც დავსკრინე და ჩაუგდეთ ამით. ნამდვილად შეხვდა თუ ორეული ხო არავინ ყავს თქო და აღმოჩნდა რომ თქვენ ეს კლიპში არის ეკა რა, ასე რომ წინაპირობაა იმისი რომ დარეგისტრირდები ეკო. ეს რომელ კლიპსია საუბარი? აი, ოლიკო, შენი გაკეთებულია მე რამდენადაც ვიცი, გოგოები ვინც არიან, მე არა ვარ რატომღაც და არის ეკა. ხო და შენ უნდა იყო და ეთყობა შენიდან გამოიღო ეპიზოდურად. მაგრამ ეკა აღმოჩნდა და მეცინებოდა. ასე რომ ძალიან კარგი, მაგრამ მე რატომღაც მახსოვს თქვენი თქვენც უნდა ყოფილიყავით ფოტო გამორჩა ალბათ. ეს შეიძლება არ ვიცი, არა მე არა მაქვს პრეტენზია, უბრალოდ გამეცინა რომ ეკა აღმოჩნდა თქო და გაუგზავნე კაცო. ნამდვილად შენ ხარ თუ ორეული ხო არა ყავს ვინმე თქო და ასე რომ არის პრეტენზია. აი, რასაც ეხლა ამ წუთას ერთი მოსმენით დავუშვათ რაღაცა, მაინც ბოლომდე არა გაქვს ეს დაკმაყოფილებული ეს ისა რომ ყველაფერი გაიგე, არ არის პრობლემა, ყოველ შაბათს არის ხოლმე საღამოობით 10 საათზე, რომ ასე რამდენიმეჯერ როცა რაიმე იქნება შემოხვალ ჩვეულებრივად მოვსმენ თუ რაღაცა ესეთია, მე შემიძლია რომ რაღაც პასუხებზე შეკითხვებზე გაგცე პასუხი და ასე მე ესეთი არ იქნება რომ ვერ გაქვს. პროდუქციაზედაც ისაუბრეთ ეხლა თქვენ პროდუქციაზეც და ეს დანამატები
ჯამრთელობას რა შემსახურება და მაგის გაცნობა როგორ არის შესაძლებელი? აი როგორ უნდა გავეცნო მაგ პროდუქციას? ჩვენ კაბინეტში გვაქვს ყველა პროდუქცია, რაც კი რამ აქვს ჯერჯერობით ლილგუთს, დანარჩენი ნელ-ნელა დაემატება და იქ არის მთლიანი აღწერილობა ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, თქვენ გასაგებია, ენაზე, რომელი ენაც გინდათ, წაიკითხავთ, იქ პატარა-პატარა ვიდეოებიც არის, თუმცა ეს ვიდეოები არის ინგლისურ ენაზე, რაიანის და ლიზის ჩაწერილი, ასევე გამოხმაურებებიც არის ადამიანების, რომლებმაც უკვე მიიღეს და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ თქვენს კაბინეტში. მე შემიძლია ხა ეკრანი გაგიზიაროთ და გაჩვენებთ აი ამ ყველაფერს ერთი წუთით. კი ბატონო. ბარემ გავაზიარებ. ეხლა ლინკი რო ჩაგვიგდოთ, ისა ვერ შევართ თუ არ დავრეგისტრირდით, ხო? ლინკი უნდა ჩაგიგდოთ მაშინ, ვინც მოგიწვიათ მისი რეფერალური ლინკიდან, შეხვალთ და ნახავთ მხოლოდ და მხოლოდ პროდუქციას. კი ბატონო, მაინტერესებს ძალიან. მაგ პროდუქცია გაინტერესებს? ხო, აი მაინტერესებს რეებია, ხო, და რა. კარგი, გამიგიქცო. ჩაგიყრი პირდაპირ. საოცარ კომპანიაში ხართ გოგოებო და გილოცავთ. გაიხარ. მოკლედ და კონკრეტულად. მსგავსი კომპანია უბრალოდ არის. ხო ხედავთ ჩემ ეკრანს. კი. აი ნახეთ, აი პროდუქციაში შევედი და აი პროდუქცია. ეს არის მულტივიტამინი მამაკაცებისთვის, ნახეთ და აქ არის უბრალოდ ჩემ ტელეფონი რუსულად მიჩვენებს, ქართულად არ მითარგმნის და ამიტომ რუსულზე მაქვს დაყენებული. თორემ თქვენ შეგიძლიათ ქართულად ნახოთ. აი ნახეთ, ჩვენი ფასი არის $10, ხოლო ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ფასი არის $15. აი აქ ჩანს ყველაფერი. აქ არის მერე დაბავიც კარზინო, ანუ კალათაში დამატება და კალათაში დავამატებთ და გამოვიწერთ. აი აქ არის ნახე ყველაფერი აღწერილობა, თუ კი რა შედის, როგორ, რანაირად უნდა მივიღოთ. და აი აქ არის სერტიფიკატები. ნახეთ რამდენი სერტიფიკატი აქვს მიღებული და არ ვიცი, ახლა მე ყველა სერტიფიკატს ვერ ვცნობ, სიმართლე გითხრათ, რაღაც ვეგანის სერტიფიკატი გამიგია, რომ რაღაცა საოცარი სერტიფიკატია, რომ უძლიერესი სერტიფიკატი და ასევე GMP-ის სერტიფიკატიც გამიგია და მოვიძიე, არის ისეთი საუკეთესო სერტიფიკატი, რომელიც აი თვალდახუჭული შეგიძლიათ ენდოთ აი ამ სერტიფიკატებს. და აი აქ წერია ამის შემდეგ როგორ უნდა მიიღოთ და აი ის განსხვავებული თანხები რომ გითხარით 75%-იანი ფასდაკლება საიდან მოდის. ნახეთ აი აქ $10-ია ჩვენთვის და მსგავსი პროდუქციის ფასი არის $47, $29 და ჩვენთან არის მხოლოდ და მხოლოდ $10. აი აქ არის შემდეგ გამოხმაურებები ადამიანებისგან, რომლებმაც მიიღეს ეს პროდუქცია და დაწერეს კომენტარები და მას აქვს 5 ვარსკვლავით არის შეფასებული აი ეს პროდუქცია. აი ასევე ჩვენს ხო, კიდე სხვა იმასაც გაჩვენებთ მაშინ. აი ეს არის ქალებისთვის პროდუქცია, ქალებისთვის მულტივიტამინი, აქ არის D3 კაორით, ეს ღირს $8.50. რა ვიცი, D ვიტამინი $8 ძალიან იაფია მე მგონი, ხო? ძალიან იაფი. და აი ამასაც აქვს რამდენი კაფსულა? ეს არის კაფსულა, არ ვიცი ახლა აქ რამდენი წერია, მაგრამ ყველა აბსოლუტურად თუ კი რამე არის აქ არის 1 თვის მისაღები ნორმა. 1 თვის მისაღები ნორმა არის ყველა. სადღაც ეწერება, ახლა მე არ ვიცი, არ მინახია სიმართლე გითხრათ. 2000 ერთეულს შეიცავს და D3-ო.
კი ბატონო. მარტო კაპსულების სახით არის თუ სხვა რამეებიც არის? კი, გაჩვენებთ ეხლავე, აი წავალთ ეხლა ბოლოში ისევე. აი ნახეთ, ეს არის ultra magnesium და ეს ღირს 300 დაავადება შველისო, ესე აწერია Z. ესიც $8.95. ასევე აქვს, აი ეს არის რაღაც ხო, პროტეინები, კი ბატონო, ეს არის პროტეინები, ეს ღირს $22. კარგით, გასაგებია, ანუ ვიტამინები ultra მწვანე, super მწვანე, super წითელი, ეს super მწვანე არის კუჭდაწლავის მოსაწესრიგებელი, super წითელი არის გულსის ზარღვთა, აქ არის კიდე ყავა, რომელიც არის გახდომისთვის, ხო, გასახდომი ყავა და ეს ღირს $17-18 რა. რომელიც შეიძლება მეც გინდა, მეც აუცილებლად უნდა გამოვიწერო. ასევე არის აი ეს CBD-ის ზეთი, რომელზეც რა ვიცი, ლეგენდები დადის და ეს იგივე კანაფის ზეთია. ეს რაღაცა ახალი დაუმატებიათ, S3 ენერგია. ეს ახალი დაუმატებიათ, აი რა საჭიროა რომ პროდუქციაში შეხვიდე. ამინოსი, ეს ამინოკისლატა, ამინომჟავები. ამინომჟავებია ძირითადად. კი, ეს არის ფაქტორ 4, ეს ძალიან მაგარი რაღაც ყოფილა, ეს ფაქტორ 4, ესიც მე მგონი რაღაც გულსისხლძარღვთა სისტემისთვის და უძილობისთვის და რა ვიცი რაღაც. აი ეს არის CBD-ის 75%-იანი ფასდაკლება არის იმათზე, ვინც უკვე დარეგისტრირებულია, როგორც კი ბატონო. ანუ ეხლა დღესვე ნუ ხვალ რო ნე, ისა, უკვე შემიძლია ვისარგებლო ფასდაკლებით ეს პროდუქცია გამოვიწერო? კი, აუცილებლად, რა თქმა უნდა. აი ეს არის კოლაგენი აი აქ ღირს ესა საბერძნეთთან აქვს რამე მას საწყობი თუ არის ან საბერძნეთში საწყობი არ არის, მაგრამ გერმანიიდან ჩამოგივათ უპრობლემოდ. ყველა ქვეყანაში მიდის აბსოლუტურად. ყველა ქვეყანაში. და რამდენ ხანში ჩამოდის? გააჩნია ნახეთ, ეხლა დაგიბრუნდებით, მე აქედან ცუდად მესმის ხმა. დაგიბრუნდებით და გეტყვით ყველაფერს. ნახეთ, გააჩნია რომელი ქვეყნიდან მოდის, გერმანიიდან მალე ჩამოდის უფრო, ამერიკიდან ჭირდება დაახლოებით 1 თვე საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ნახეთ, კომპანია თანამშრომლობს DHL-თან. DHL-ს ჩამოაქვს საქართველოს ფოსტაში და ამიტომ უნდება დიდი ხანი. მაგრამ ძალიან ბევრმა ისარგებლა სხვა გადასახდელი ფასი, ეს რა ქვია, ჩამოტანეს, გამოგზავნის თვითონ გიწერთ იქ გამოგზავნის ფასს, მაგალითად ჩვენმა მეგობარმა გამოიწერა ინგა არ არის აქ, ინგამ გამოიწერა პროდუქცია დაახლოებით $40 თუ $55 და DHL-მა დაუწერა ამერიკიდან წამოვიდა, იმიტომ რომ გერმანიის საწყობში არ იყო პროდუქცია, გერმანიის საწყობიდან უფრო ცოტა თანხას წერს ხოლმე და ამერიკის საწყობიდან დაუწერა $17 იმისი გზის ფული, მაგრამ კომპანიას აქვს წეღან რომ გითხარით 6 პროდუქციას თუ გამოიწერთ უფასო მგზავრობა აქვს და კიდე სხვადასხვა მიმწოდებელი არის ისინი კერძო მიმწოდებლები არის, მაგალითად ჩემი ქმარი იწერს
კურიერები დიახ ჩემით მარი იწერს იუსაით ჯორჯიიდან პროდუქციას ამაზონიდან და მე მიუთითე იუსაით ჯორჯია და რაღაცის გამოწერა მინდოდა და რომ მიუთითე იუსაით ჯორჯია ისა თანხა გზავრობ იმისი გზის თანხა დამიწერა დაახლოებით $7 იმ რაღაც იმის რაც მინდოდა ყავა მინდოდა გამომეწერა და მე აღარ გამოვიწერე სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა თანხები აქვს და თქვენ თუ ესე იცით გამოწერა და გამოგიწერიათ თქვათ ამაზონიდან ზუსტად ის მისამართი უნდა მიუთითოთ ის პოსტა უნდა მიუთითოთ რომელი კომპანიაც ანუ როგორ აიცი შევსების დროს თუმცა მე შეიძლება შეცვალოთ ნებისმიერ დროს მე შემდეგ შევცვალე ესა შევსების დროს ბლანკის შევსების დროს პირველი ეტაპი სამ ეტაპად არის გაყოფილი პირველი ეტაპი არის თქვენი გვარის სახელი და ტელეფონის ნომერი და მეილი აუცილებელია რომ ვიკონტაქტოთ ჩვენ შემქმნელებთან მეორე ეტაპი არის ბარათის მიბმა და მესამე ეტაპი არის აი ეს მისამართის მიბმა სადაც უნდა ჩამოგივიდეთ პროდუქცია მე შევცვალე ბოლოში მისამართი ჩემი მეუღლის მისამართი დაუწერე აი იუსაით ჯორჯიას ჭირდება ამერიკის მისამართი ამერიკაში აქვს კაბინეტი გახსნილი და ამერიკის მისამართი მიუთითე და იქ რომ ჩავა მე ჩამოვა ჩვენთან იუსაით ჯორჯიიდან საქართველოში ჩამოგვიტანენ იმ პროდუქციას და შედარებით უფრო იაფი გამომივიდა გზის თანხა აი ამ კურიერის თანხა ვიდრე ვთქვათ DHL-ით მომსახურება ანუ ეს ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული საიდან გამოიწერთ როგორ გამოიწერთ და რომელ კომპანიას მიანიჭებთ უპირატესობას გადამზიდ კომპანიაზე მაქვს საუბარი და ამ შემთხვევაშიც დროსაც აი ესე მაგალითად ჩვენმა თანამშრომელმა გამოიწერა პოსტალიონით ესეთი ის არის გადამზიდი კომპანია საქართველოში კერძო გადამზიდი კომპანია საკმაოდ იაფი დაუჯდა დაახლოებით $5 გადაიხადა რომ ჩამოიტანეს რამდენიმე პროდუქტი ჩამოიტანეს და $5 იმიტომ რომ წონაზე არის იქ დამოკიდებული $5 დაუჯდა და ორ კვირაში ჩამოუტანეს. თუმცა გერმანიიდან ჩამოვიდაო თქვა ესე. ანუ ერთი მაქსიმალური არის ერთი თვე რა, ესე რომ ვთქვათ. ამერიკიდან საქართველოში ჩამოტანას სჭირდება აი ამ ხელა დრო. ნანო ახალი ადამიანი დავგემართა. რეზი პატი მოგესალმებით. გაგვეცალით. მე ხო არა მეუბნება რა ვიცი. არა. რეზი. დიახ, რეზი. პატიშვილი. აჰა, გავიდა. კარგით. აბა რა ვიცი, კიდე რამე კითხვები ხომ არა გაქვთ? გაიხარეთ, მადლობა დიდი. არაფერს. ფიზიკურა. მოგესალმებით. მე გვიან შემოგიერთით, იმიტომ რომ სამუშაოზე ვარ ეხლა ამერიკაში, აქ დღეა და რაც მაინტერესებდა დღეს კი SMS-ით ვკითხეთ და მიპასუხეთ ჩემი მეგობარი აპირებს დარეგისტრირებას ამ დღეებში და საქართველოში ცხოვრობს ხონო აი $1 უნდა მედოსო თუ ლარიო და მაგაზე კარგი სრულყოფილი პასუხი გამეცით უკვე ვიცი რომ ლარი შეიძლება ედოს. მადლობელი ვარ. ბატონო, გაიხარე რუსუდან და წარმატებები მიხარია შენი წარმატება. ჯერჯერობით ვერ შემოვიყვანე ვერავინ, მაგრამ ძალიან ბევრს მუშაობ ადამიანებთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვამზადებ და დიდი იმედი მაქვს რომ შემოვიყვან მერე ერთბაშად რამდენიმეს. აუცილებლად რუსუდან წარმატებები. თქვენ წარმატებებს გისურვებთ, აი ძალიან მინდა, ძალიან რომ ყველა წინ წავიდეს. გაიხარე.
აქ ალბათონი რუსუდან მოგესალმები და მოგიკითხავ დიდი პატივის დიდი მადლობა ოლიკო ასევე წარმატებას გისურვებთ არა მარტო თქვენ და ყველას თითოეულ ისე ერთ რაღაცაზე ხო შეიძლება დავილაპარაკოთ ახლა აი ну ორს რომ მოვიყვანთ გავიგერო ხდებით ბრინჯაო მაგრამ იმისათვის რომ ვერცხლი გავხდეთ სამი მაინც უნდა ყავდეს მოყვანილი და ზოგადად ანუ ის შენი მოყვანილები ბრინჯაოები უნდა გახდნენ რომ შენ გახდე ვერცხლი ეგრე არ არის ანუ შენმა სამმა ორ-ორი მაინც უნდა მოიყვანოს დაუშვათ ვერ მოყავთ იმათ და მაგაზეც მე უნდა ვიწვალო რომ მოვუყვანო მათ ის ორ-ორი ადამიანი ამ შემთხვევაში ანუ თავარი არის რომ ჩემ ქვემოთ იყოს 10 ადამიანი და როგორ ჯობია თქვენ როგორ ფიქრობთ მე პირადად მოვიყვანო ის 10 ადამიანი თუ იმ სამს რომელიც მოვიყვანე იმათ მოვაყვანინო ორ-ორი აბა რა სიტყვით ეხლა გეტყვით მაგის პასუხს ნახეთ თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ 10 ადამიანი და ჯგუფში უნდა იყოს 20 ადამიანი ის 10 ადამიანი მაინც ყველა ვარიანტში თითო-თითოს მაინც მოიყვანს და უკვე 20 ადამიანი იქნება შეგიძლიათ 3 ადამიანი მოიყვანოთ ამ სამმა გაზარდოს ეს თქვენი გუნდი თქვენზეა დამოკიდებული მაგრამ მათ რომ თუ თქვენი ისინი ახლობლები იქნებიან რა თქმა უნდა შეგიძლიათ მე მაგალითად ჩემი შვილები მოვიყვანე და ცოტა სტრატეგიულად არასწორად მოვიქეცი მაგრამ არაუშავს ჩემი შვილები მოვიყვანე და მათ მაგივრად მე ვმუშაობ და მათ დაურეგისტრირე ხალხი თუმცა შემეძლო რომ ჩემი პირველი ხაზი გამეეზარდა და ეხლა უკვე კაი ხნის გამختარი ვიქნებოდი ვერცხლი მაგრამ მათზე დავიწყე მუშაობა და აი აქედან გამომდინარე ხო ანუ ესე გამოდის რომ ხო რა თქმა უნდა პირველ რიგში ახლობლები მოყვავს ხოლმე ანუ მათთან რომ მიგვიწვდება ანუ რომ დავაჯეროთ და ასე შემდეგ და ნდობის მომენტი ხო და ანუ ასე გავიგე ახლა მე რომ მაინც ჯობია რომ პირადად მოყვანაზე იზრუნო ადამიანმა ვიდრე დაუშვათ ჩვენ მოყვანილებს დაეხმარო კი ბატონო პირები იყვნენ ხო ესე ჯობია აი კეთილინები უნდა თვითონ იზრუნონ მაგრამ აი საქმე იმაშია რომ აი საქართველოში მცხოვრებებს განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე მოყვანა რა აი არც მოგისმენენ რას ტიპის სამუშაოა აი ადამიანები და всё იქ ამთავრდება ყველაფერი რო ეტყვიან ფული უნდა გადარიცხო აი იქ ამთავრებენ ყველაფერი აღარ უნდათ მოსმენა არაფრის მაგრამ ეს მაინც თქვენი გადასაწყვეტია მე მაგალითად ვაპირებ რომ დავეხმარო ჩემს ხო რო საჭიროებენ კი ბატონო მაინც თქვენი გადასაწყვეტია ეს არის პირადული ყველა შემთხვევაში კარგ საქმეს აკეთებ ისეც და ასეც ასე ორ სიკეთეს აკეთებ ერთად და უფრო ხელი მოგემართებათ მე მგონი და ხო მართალი ხარ ოლიკო კი მე მგონი რომ მეც მომიწევს მასე გავაკეთო ვიდრე პირადად ჩემთვის მოვიყვანო ვიღაცები ღმერთ მაქნას რომ აი ვისთანაც ხა საუბრობ და მაგ მოლაპარაკებების დონეზე ვარ ანუ ვასმენინებ უკვე ანუ მარტო ჩემ ლაპარაკს ნუ უგდებთ ყურს სხვასაც მოусმინეთ და რა ვიცი თქვენთანაც ვცდილობ უკვე რამდენიმე შემოვიყვანე აი ამ ჩატში და ისედაც ხო ახლა სადაც ლეველები ისეთნაირად ივსება რომ მაინც კარგ საქმეს აკეთებთ კიდევ მეორე იმიტომ რომ ლეველებს ვავსებთ გუნდურად და არ არის არც ერთ ვარიანტში ურიგო არ არის ნამდვილად ეხლა მე რაღაცა უჯრები ჩემი ეს ლეველები რასაც ვქლიო მაქვს კიდე შესასრულებელი შესავსები და მე უკვე უნდა გადავიდე ჩემს მოყვანილებზე და რასაც ვქლიო უანგაროდ უნდა დავეხმარე იმიტომ რომ ასე უფრო მალე მივახცევთ წარმატებას და მივანთ იმ შედეგამდე ხო ნუ მაინც ჩვენი გუნდია ასეა თუ ისეა მაინც ერთი გუნდი ვართ ესეა ხო აქ ეხლა ისინი მყავს აი თითქმის ახლობლები არიან ფაქტიურად ჩემი ხა ეს გოგოები ისეთი ხალხი მოყავს კი ოჯახის წევრები არ არიან მაგრამ ხო ვერ რა მოყავს ახლობლები არიან ჩემთან რო არიან და ვერჩი მიდგანან და ესე სიკეთით მოკლედ ძალიან დიდი წარმატება გველოდება მოკლედ შანს არა
კი, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, სულ ყველა შანსს არ ავკარგავ, მოკლედ სადაც მომიხდება, ეხლა სადაც მუშაობ, აქ მუშაობს ერთი ქალი პოლონელი. ხო და რა ვიცი რა ღმერთმა აკითხინა ეს კითხვა დამისვა. ჩემით არ ვაპირებდი მაგას სანთქმას რატომღაც. ცოტა ისეთია რა, ცოტა ჩაკეტილი ტიპია და რაღაც რთული საურთიერთობა, თუმცა მე არ მიჭირს ხოლმე ურთიერთობები და ასეთი კითხვა დამისვა. შენიო ეს სამსახური მარტო ერთი სამსახურიაო, აქ როგორც ყოველთვის ძალიან ხშირად ხალხი რამდენიმე სამსახურში მუშაობს და მეოთხარი არა მეთქი, კიდე მაქვს ერთი სამსახური, რომელიც არის ონლაინ სამსახური მეთქი და სხვათა შორის მეთქი, შენ შეგიძლია მეთქი მანდ მუშაობის დაწყება თქო და ვაიმე როგორ დაინტერესდა ვერ წარმოიდგენ და ნუ ამასთან ახლა ინგლისურად მომწია ყველაფერს ახსნა და ისა და რაც ავარია გავაგებინე რაც მინდოდა და ხო ეხლა მე მაგ ინფორმაციას გავუგზავნე რაღაც ვიდეოები ინგლისურ ენაზე ისა და ჩემ შვილთან რომ მივალე ხლაო ნუ შვილებმა უკეთიციან ხოლმე ყველაფერი ახალგაზრდა თაობამ ხო იცი და იმას გავარკვევინებ ყველაფერსო და ანუ თუ მოიწონებენ და რაღაცა შეიძლება მაგასაც მოუნდეს ჩემი მხრიდან დარეგისტრირება ღმერთმა ქნას რა ვიცი აი ბევრთან ამაკ ლაპარაკი ძალიან ბევრთან და ბევრის იმედი მაგ აქტიურებს ვეძებ ხოლმე უფრო თუმცა პასიურებზეც არ ვამბობ უარს ანუ პირა როგორია ყველანაირი მაინც საჭიროა რომ შემოვიდეს ისეთიც და ისეთი მოდის ადამიანი პასიური მაგრამ ისეთი კარგი სიტუაცია ხდება მე აქ და ისეთი კარგად არის სქემა აწყობილი ეს მარკეტინგი და ყველაფერი სულ რომ გინდოდეს რომ პასიური იყო უბრალოდ ვერ გაჩერდები რომ ხალხი არ ზუსტად ოლიკო ზუსტად მაგაშია საქმე აი მერე გააქტიურდებიან მაინც და მათი ტვინი ამუშავდება საიმისოდ რომ მოიძიონ ადამიანები და მოიზიდონ კი ისმენთ ქალბატონი ეკა რაღაცის თქმა გინდათ დიახ ეს მინდოდა რომ შეგეკითხოთ რომ მივხვდე ანუ ბოლო რომ მივხვდე ეს პროდუქციის გამოწერას ან არ გამოწერას აქვს რამე უპირატესობა ან პირიქით არა პროდუქციის გამოწერა ჩვენთვის არავის არ დაუვალებია არავინ არ გვავალებს პროდუქცია ჩვენი მოხმარებისთვის გვინდა გამოვიწერთ, გვინდა არ გამოვიწერთ. არაფერში არ ანუ არც ერთადერთი 75%-იანი ფასდაკლებით არის. თუ ვინმე იმჭირდის ჩვენიდან პროდუქციას, იმ შემთხვევაში ცოტა ბონუსი დაგვერიცხება იქიდან. პროდუქციაზე მე ამიტომ ძირითადად არ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, რადგან ხალხი გადაღლილი ამ ყიდვა-გაყიდვით და ესე რომ პროდუქციის გაყიდვა არ გევალება. მე პირადად. მე შევკითხე. და ეს ბონუსი უკაცრავად ვის ერიცხება? გუნდს ერიცხება თუ თვითონ პიროვნებას ერიცხება, ვინც ყიდულობს? როდესაც ყიდულობთ თქვენ პროდუქციას, ბონუსი არ გვერიცხება. ბონუსი ირიცხება, როდის იცით, თქვენი რეფერალურ ლინკს. გუნდი ვაფშე არაფერი სუაში არ არის, გუნდს არაფერი არ ერიცხება თქვენიდან, მხოლოდ და მხოლოდ აი ის რომ დარეგისტრირდით და ის $25 ადის და ის 25 ცენტი ადის თქვენიდან. გაყიდვებზე გუნდური გაყიდვები აქ არ არსებობს. გაყიდვის შემთხვევაში თქვენ რეფერალურ ლინკს გაავრცელებთ და რეფერალური ლინკიდან თუ ვინმე იყიდის პროდუქციას, აი იმ წუთშივე როგორც კი ის ადამიანი იყიდის პროდუქციას, თქვენ შეგერიცხებათ აი ეს ბონუსი, განსხვავებული თანხის 50%. აი მაგალითად, ჩვენთვის არის $10, მომხმარებლისთვის არის $15, $5 არის განსხვავება და $5-ის 50%, ანუ $2.50 ეგრევე დაგერიცხებათ თქვენ ბონუსის სახით. მადლობ, გასაგებია. და დარეგისტრირება როგორ უნდა მოხდეს? ეხლა ჩვენი მხრიდან დავუშვათ. თქვენი მხრიდან მაიკო გამოგიგზავნით თქვენ რეფერალურ ლინკს და იმ ლინკს გახსნით და არის ესეთი წეგან როგორც თქვი, ბლანკის სახით მოცემული შესავსები
ბლანკი ესე რომ ვთქვათ და შეავსებთ ამ ბლანკს გამოგიგზავნით მე შემიძლია ჩავაგდო ვიდეო როლიკია ესეთი როგორ უნდა დავრეგისტრირდე და დარეგისტრირდებით და გადაიხდით ბარათს მიაბავთ გადაიხდით ბარათზე გექნებათ თანხა ჩამოგეჭრებათ და უკვე დარეგისტრირებული იქნებით ძალიან იოლია დარეგისტრირება კარგი კი ბატონო, გამოგეგზავნით და დაგეხმარებით, ნანიკოც დაგვეხმარება თუ რაიმე პრობლემა. მაგრამ მაინტერესებს რა იცი, ეკა შენ ოღონდ ბარათი, საბერძნეთის ბარათი გაქვს რამდენადაც იცი, ხო? ანუ და ესა ნანიკო უნდა იყოს აუცილებლად ესა ან საქართველოს ან ტებისი? არა, საქართველოს ბანკი არა. ჩვეულებრივად ძალიან ბევრი დარეგისტრირდა, აი ქალბატონი რუსუდანი დარეგისტრირდა ამერიკული ბარათით. ანუ საბერძნეთის ბარათი და ჩვეულებრივად შეიძლება დარეგისტრირდეს. თავარია ბარათი იყოს ვიზა ან მასტერკარდი. კი, არის. ძალიან კარგი, არ არის პრობლემა. კარგი, შემოკარგებო. კი, მაქვს მასეთი ბარათი, კი. ძალიან კარგი. კარგი. ბარათი უნდა იყოს თანხა ჩამოიჭრას ანგარიშიდან. კი, მადლობა, გაიხარეთ და წარმატებები ყველას. გაიხარეთ, წარმატებები. დარეგისტრირების შემთხვევაში დამიკავშირდი მაიკო და დაგეხმარებით. ეგეთი აუცილებლად. ნუ, აქ ჩვენთან TBC უნდა იყოს ან მარტო საქართველო, ან კრედო და სხვა რაღაცები არა? კრედო ბანკიდანაც შეიძლება ოღონდ თუ იქნება ის მასტერკარდი ან ვიზა. ანუ ყველა ბანკს აქვს მასტერკარდი ან ვიზა. და რომელიმე უბრალოდ სოციალური ბარათიდან ვერ დარეგისტრირდება, საპენსიო ბარათიდანაც მე მგონი ვერ დარეგისტრირდებიან და დანარჩენი უბრალოდ უნდა იყოს მასტერკარდი ან ვიზა. უბრალოდ მობაილ ბანკი მაქვს გახსნილი მე კრედოსი. აი ხლა კრედო ბანკის, მაგრამ ბათი არ მაქვს და ანგარიშის ნომერი ჩვეულებრივ ვიცი. ანგარიშის ნომერი არ არის საჭირო, აქ უნდა ბარათის მონაცემები. კრედო ბანკის მობილ ბანკშიც იქნება ბარათის მონაცემები. აი 16 ნიშნა ციფრი ჭირდება, თარიღი ჭირდება, რომელ თარიღამდე აქვს ვადა და ის სამ ნიშნა კოდი რომ არის. აი ესე ნუ ეხლა ახალი ბარათის გახსნას ჯობია მქონდეს კრედო ბანკი რომ მივიდე მოვთხოვო ნუ ანგარიში მაინც აქვს გახსნილი კრედოზე და რომ მივიდე და ბარათი მოვთხოვო შეგიძლიათ და ოღონდ უნდა უთხრათ ვიზა ან მასტერკარდი უნდა იყოსო კრედო ბანკის ნამდვილად არ ვიცი როგორ და რანაირი ბარათები აქვს და ესე შეგიძლიათ რომ უთხრათ მასტერკარდი ან ვიზა ბარათი მინდა თქო ან თუ ბარათი უნდა აიღოთ საქართველოს ბანკის ბარათი აიღეთ და ეგ იქნება. ხო. აკა ვერ აღადგინე კოდი შენ რომელიც ნობს ეგ კარგია. ხალო რაღაცები ვიწვალე ვერ აღადგინე და 24 საათი დამებლოკა. მაგრამ ჯობია შაბათს ვაპირებ გასვლას მაინც ხაშურში და დავიტირო ხერს კარტა და ისე მე მქონდეს და ვიყოთ რა. საქართველოს ბანკი ჯობია აიღოთ. ხო და შაბათამდე დავიცადოთ და შაბათს ვეთქლი. კი ბატონო. კარგი. ჩვენს უგიცდით შაბათამდეც. შენ ხო. ნანიკო რა. დიახ. ნანიკო რა მომტერესებს ამას წინ დრო თქვით რომ იყო რაღაც სიახლეში გასაფულესთან დაკავშირ ანუ დაიწყეთ ყველაფერია და კი ბატონო გაირკვა ოღონდ იმდენად რთულია მაიკო იქიდან და იმხელა თანხების იღებს ბანკები რომ არ ღირს მაგის გაკეთება ძალიან ძორდი საჭირო არის კრიპტოს ვალუტი კრიპტოს საფულის გახსნა მე უნდა მივაბად და აუცილებლად $500 ოდენობა უნდა გქონდეს ეს $500-დან სადღაც $20 ჩამოგაჭრის და დანარჩენი შეგიძლია შეიტანო და რა ვიცი
ფინანსებთან და ანუ უფრო მახინჯა მეტად რომ გავძლიერდებით ფინანსურად და არ იქნება ის პრობლემა $20 ჩამოჭრა და რაღაცა მაშინ უკვე მაშინ შეიძლება გავაკეთოთ კარგი ჩემო კარგებო დასაგებია გისმენთ მეგობრებო თუ კიდევ არის კითხვები რამე აბა კარგად ზანდებოდეთ ძალიან კარგი იყო დიდი მადლობა ქალბატონო ნანა გაიხარეთ გავდივარ უკვე ჯგუფიდან კარგად ზანდებოდეთ მადლობა რომ დაგვესწრით მოგისმინეთ კარგით მეგობრებო მაშინ დავამთავროთ შეხვედრა მადლობა ყურადღებისთვის წარმატებას გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე ყოველდღე არის ჩართვები შეგიძლიათ ყოველდღე დაესწროთ გავძლიერდეთ და ბევრი რეგისტრაციები გქონდეს. მეორე ჩატში იქნება, ხვალ თუ აქ იქნება, ჩვენთან იქნება სულ ჩართვები, იქ მხოლოდ დარეგისტრირებული ადამიანები შეგიძლიათ შეიყვანოთ და დარეგისტრირებულ ადამიანებს შეუძლიათ იქ დაესწრონ ჩართვებს, მაგრამ ახლებისთვის და ძირითადად რავის დარეგისტრირებულ ადამიანს რაღაც უნდა ჩართვა, მაგრამ ძირითადად აქ გვექნება. ანუ დარეგისტრირებულებს მოსაკითხად ხო, მაგრამ რაღაცა საერთოდ ისეთი ინფორმაცია თუ იქნება რაიმე გასაჟღერებელი. ხო, რაღაცები ჩამოშორდით და კარგი ჩემყარყვა. ანუ აქ იქნება ძირითადად ჩართვები ჩვენთვის. კარგი გასაგებია. კარგი, კარგად. მშვიდობიანი ღამე გქონოდა ძალიან სასიამოვნო